შემდეგ ტრეიდი რაც გახსენი იყო პარასკევს ვიყავი თავიდან ბიარიში ვიყავი აი ამ FUG-ის ავთარგეთებდი daily FUG-ის ავთარგეთებდი მაგრამ შევცვალე ბაიასი და ვიყავი მე ესა ბულში რაღაც მიზეზების გამო და მაგაზე ვილაპარაკებ მაგრამ მაინც არ იყო კარგი სატრეიდო ესა თქვენ Okay, quite high we go და ამასაც რანები ხონდა აქ დატოვილი თუ აიღო და იღო თუ არა დაიგიდე თქო კეთოს რა აი ხდებოდა ეხა აქ რა ნუ თავიდან ვიყავი მეგონა რომ აქ ჩამოვიდოდა მაგრამ ამასთან ამ FUG-ს ეკონდა SMT Dow Jones-თან ხო და მაგასეთი მოქმედა რა იდეაში უკვე აქ ქონდა უკვე იდეაში თუ აქ ქონდა უკვე ესეთი და ველოდებოდი ნუ მაინც მეგონა რომ დაფერიდო იმიტომ რომ Dows შეიძლება და უყურე ხა Dows რო შემოხედა შეიძლება ეს ტრეიდი საერთოდ არც გამიხსნა რა ნუ ვაფშე სხვადასხვანაირად მოძრაობდნენ მაგას მე 15-იანზე მოჩვენება აქვს და რა ხდებოდა ეხლა აქ SMT ქონდა ნუ დიდი არაფერი ამაში ეს SMT ქონდა იდეაში 4 საათიანი PDR-ი და 15-იანზე ეხლა რა ხდება ისინი ჩართო უფრო მარტივად დასანახი იყოს ნუ ხო ეს საშინელება ნუ აქ რომ მოვიკიდე საულ და ES-იც ვაფშე კონსოლიდაციაშია და Dow ვაფშე PR-იშია ანუ ვაფშე სხვადასხვა რაღაც ხდება მარკეტებზე რა მაგ ესეთი იმაში უნდა ვაფშე უნდა შესულიყავი FSO-მა Dow-ში რა ვაფშე მე ტრეიდი და აქ ძალიან საშინელი მარკეტი იცან ეს SMT-ს მე მინდოდა რომ გაიგეთ ახლა უყურებ მას აქ SMT მინდოდა გაიგეთები მაგრამ ეკვალოვები დაიტოვა მაგრამ ან ისეთი მოძრაობა ქონდა რომ აღარ ვფიქრობდი რომ აქ ჩამოვიდოდა ჯერი რა 15-იანი გები დაარესპექტა თან ძალიან ბევრი დაარესპექტა შევინახოთ ეს ამ უჩვენია ძალიან ბევრი დაარესპექტა და და ნუ იქ შესაძლოა რა აქედან მოექოდა ეს displacement ამ გები აი აქედან ნუ ამას მონიშნა აქედან ხო displacement-ი და ძალიან ისეთი ტრეიდერი რა ძალიან double time frame-იანი market maker მოდელი ვითრეიდი აქედან displacement-ი ქონდა და თავიდან ვფიქრობდი რომ აი აქ შესულიყავ აქ რო შესულიყავ და აქ მაგრამ ავი არ შევედი რატომაც არ შევედი მაინც არ ვენდი რა ეს displacement-ი გიქონდა მაგრამ მაინც მეგონა რომ შეიძლება PR-ში ყოფილიყო მაგრამ ეს უბრალოდ манипуляცია ყოფილიყო რა მაგრამ აი ეს მოძრაობა რო გააკეთა აი ეს მოძრაობა რო გააკეთა манипуляცია კიდევ ერთხელ რო გააკეთა და აქედან displacement-ები რომ მოჩვენა აი ამ displacement-ს მე ვფიქრე რომ всё მორჩა ეს უკვე მოჭველი ფულშია თქო რა და რო არ გამომაზა კიდე ძალიან ცუდი entry მქონდა ანუ ძალიან ცუდი რა ცუდი entry მქონდა რა ამაზე SMT მქონდა ამაზე მქონდა მoni ესეთი გაკეთებული ამაზე ესეთი გაიკეთა აი შუაში კან აქონდეს ამ ლეგოზე შევედი ხო ამაზე მქონდა ეს რა ქვია და ლიმიტი და მაგაზე ესეთი გაიკეთა თუ არა ამას ხო მაშინ ის ესეთი სკოლა ამაზე გაკეთებული და всё ანუ აქედან ბულიში ვიყავ რა ტრეიდ შევედი აქ და ნუ ფასი არ მეგონა რომ აქ ჩამოვიდოდა ანუ ამ ინვერჟენში არ მეგონა რომ ჩამოვიდოდა ფასი მაგრამ აი ძალიან ოდნავდა ანუ რატო არ მეგონა რომ აქ ჩამოვიდოდა რა манипуляცია გაკეთებული ქონდა აქ displacement-ი ქონდა გაკეთებული disrespect-ი და ასე ხმარი ტრეისმენტი რა მგონი აღარ მე მგონი რომ აღარ დასჭირდებოდა რა იმიტომ რომ ყველაფერი ქონდა მარკეტზე გაკეთებული დაბლა და თან დროც მაკრო იყო რა მაგრო დრო იყო და წესით უნდა იმას რა ქვია თავისი გაიკეთებინა აი ეს დავუთარგეთ აქ ვიყავი 5 მიკროთი ვიყავი შესული აქ
და 5 ისა 6 მიკროტი ვიყავ შესული და 5 აქ მოხსენე. 5 კონტრაქტი, 1 რანერი მოდა აქ მომდატოვილი და ეგაც დაფირდა და წამოვიდა და ეხლა აქ რა იყო? idეაში манипуляცია ვითრე вообще არ ვითრე და ჯობდა. იმიტომ რომ დიდი ალბათობა იყო აქ წავიდოდი. ანუ შეიძლებოდა აქ წამოგვეს მართლა გამართლა აქვს, თორე დიდი ალბათობით წავიდოდი ამ თრით. კიდე ხო რა მიზეზები ეგ იყო რა. ESC და NQ სხვადასხვა მხარეს მოძრაობდნენ. წესიერი ნარატივიც არ ჰქონდათ 15 წუთიანი და გვიანაც შევედი შეიძლება ითქვას. უფრო ადრე შესული მაგალითად აი ამ ინვერჟენზე ჯობდა ალბათ რა. აქედან შესვლა ჯობდა და უფრო კაიტერიც დავუჭერდი. მე გარაფი. შუას იყო ამ შეიჩი გავაკეთე. 1.9%. არა 1.9 1.9. რამდენი პლუსი იყო ამას? 240. არის 0.5 გავაკეთე. მეტი ვერა. 0.6. საათმოს 400 დოლარი რამდენი? 340 რა მოვიდები. ანუ 0.7%-ამდე გავაკეთე. სულ ეს იყო.